ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მეგობარი აქტის მიღების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კიდევ უფრო დაჩქარდება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ აქტს აქვს ორმხრივი, ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მეგობარი აქტის მიღებით ეს იქნება არა მხოლოდ კონკრეტული უპირატესობის მინიჭება და კონკრეტული სიკეთის მიღება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების საქმეში და რაც თავარია ივანიშვილის ხელისუფლების და მისი რეჟიმისთვის ეს იქნება უმძიმესი დარტყმა, იმიტომ რომ ის ჩანაწერები, რომელიც მეგობარი აქტში არსებობს, ის მოთხოვნები, რომელიც აყენებულია ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც ზეიმობს ყაველაშვილის და თითქოს ტრამპის გასაუბრებას არ მომხდარა რაღაცა ფეიკ სალამს ამ ხელისუფლებისთვის მეგობარი აქტის მიღება იქნება მომაკვდინებელი რაღაცა დარტყმის მატარებელი. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ეს აქტი იქნეს უფრო დაჩქარებული წესით მიღებული, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ თავად აი ამ პროცესში ქართულ ოცნებას არავითარი რესურსი არ ექნება, ხელი შეუშალოს როგორც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ისე საქართველოში მყოფ და აი ჩვენს ტერიტორიაზე ოპერირებად ყველა დემოკრატიულ ძალას. არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ჩვენ ვხედავთ, რომ ლელო, მათ შორის გვარამეს პარტია ჯერ იბარებს დამკვირვებლებს, შემდეგ რეგიონებში შეხვედრებს მართავენ, ხელმძღვანელობას ნიშნავენ. არის თუ არა ეს ფარული მზადება არჩევნებისთვის და რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა? მე ესეთ რაღაცას გეტყოდით, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის ისეთ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა. ამას თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ ესეთი არაკონსტიტუციური ვითარება, როგორც დღეს არის და არლეგიტიმური ხელისუფლება 1991-12 წლებში არ მომხდარა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და ეს სამწუხარო არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ ფორმაში, რეგიონებში გასვლა საკუთარ აქტივთან, საკუთარ წარმომადგენლებთან საუბარი, ჩემი აზრით, არ გულისხმობს მაინც და მაინც არჩევნებში შესვლას, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ფორმაში, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაც დრო გადის, მეც მაქვს მაგალითად ეს დაბეჭდილება, რომ შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება უფრო მალე აღმოჩნდეს იძულებული, რომ დანიშნოს ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები და მოუწიოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამიტომ ნებისმიერი ესეთი სცენარისთვის უნდა იყოს მზად. გარდა, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში ამ პირობებში მონაწილეობის მიღებისა, სადაც მე დიდი მეც გამოვთქვა, რომ არც ერთი ზემოხსენებული პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. მაგრამ თუ კი სტატუს quo შეიცვლება, პოლიტპატიმრები გამოვლენ ციხიდან, თუ კი დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნებს ექნება აზრი და მას არ ჩაატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია მზად უნდა იყოს. მაგრამ ამ პირობებში, ამ რეპრესიებში, პოლიტპატიმრების ციხეში, თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არათუ უაზრობა, არამედ იმ პროცესის ღალატია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. იმ რეალობაში ახლა არის ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებული არის, რომ არჩევნებში მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ რეალობაში რაც დღეს არის არ მიიღებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობას აქვს კაფეოდ გამოხატული პოზიცია. იმ რეალობაში, რომელიც დღეს არის 1 მაისი, როდესაც ქვეყანაში ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მიმდინარეობს მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, როდესაც ქვეყანა ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც არ არის დანიშნული ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდგომარეობა და მისი დემოკრატიულობის ხარისხი არის გაუარესებული, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არ ვფიქრობთ, არამედ საერთოდ არც განვიხილავთ. თქვენ პარტნიორ პარტიები, ვისთან თანამშრომლობთ, მათ შორის საუბარი გვარამიაზე და ლელოზე, დარწმუნებულები ხართ, რომ ისინიც არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ გვარამიასგან მოვისმინეთ, რომ ის არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა ლელოსგან ნახეთ როგორ არის ერთიანები ხართ ამ შემთხვევაში. ნახეთ, ზოგიერთი პარტია უფრო მკაფიოდ გამოხატავს ამ პოზიციას, ზოგიერთი უფრო ნაკლებად გამოხატავს, მაგრამ მგონია, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ხალხის დამოკიდებულება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიმართ
ამ პირობებში არის იმდენად უარყოფითი, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სამომავლოდ ექნება პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში რაიმე შექმნას და პროდასალური ძალის სტატუსი ჰქონდეს, ვერ გაბედავს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სულ რომ უნდოდეს და ეს მარტო ამ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ეხება. მათ შორის მგონია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასაც იმდენად უარყოფითი არის დღეს საზოგადოებრივი განწყობა ამ, იმიტომ რომ ეხლა რაც არის დაგეგმილი 4 ოქტომბერს ამ ფორმაციაში არჩევნებში შესვლა უდრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. ეს არჩევნები არ არის. ამიტომ ახლა თუ ვინმეს უნდა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება მიიღოს, მაგრამ დიდი ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ამ კრიზისის ავტორი არის ერთი მხრიდან ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხრიდან ქართველი ხალხი, სადაც რა თქმა უნდა არის ოპოზიციაც, მაგრამ ქართულ ხალხს აქვს ჩემი აზრით კაფეა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ თავი არ მოატყუებიოს არავის. თქვენ თქვით, რომ კაფე ოპოზიცია არ აქვს პარტიების ნაწილს. ეს არის ჩემი აზრით პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს გარკვეულწილად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, ზუსტად იმის თქმა არ უნდათ. მათ შორის ლელოს აქვს რაღაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს თავის დღის წესრიგის შექმნას, რისი უფლებაც მათ აქვს, მაგრამ მგონია, რომ ისინიც ამ ვითარებაში სამომავლოდ და უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერჯერობით კრიზისი არათუ განმუხტვისკენ, არამედ დამძიმებისკენ მიდის, მგონია, რომ უფრო მეტად მოუწევთ კაფეოთ პოზიციის დაფიქსირება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არაპირებენ მონაწილეობის მიღება. გუშინ ჩვენ ნახეთ სალომე განცხადება კოალიციური მთავრობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ აუცილებელი არის, რომ მოუწევთ შემდეგი დღისთვის და არა მხოლოდ არჩევნებისთვის. Როგორ ფიქრობთ, როგორ აპირებს სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას? გაერთიანდება თუ არა კოალიციური მთავრობაში თქვენი პარტია, როგორც ვიცით, გუშინ გახარიების პარტიაც არ იყო ამ შეკრებაზე, თქვენი პარტია იყო თუ არა და მიიღებთ თუ არა? ჩვენ გუშინდელ შეხვედრას არ დავსწრებივართ და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა იდგეს, იმიტომ რომ კოალიციურ მთავრობაზე, როდესაც საუბრობთ, პირველი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ანუ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი, ვინ ატარებს ამ არჩევნებს, რა წესით ტარდება, როგორი ადმინისტრაცია, როგორი საარჩევნო გარემო, ამ შეკითხვას პასუხი რო გაიცემა, მე შეიძლება ვილაპარაკოთ კოალიციური მთავრობაზე. ჩვენ 26 ოქტომბრამდე გვერიდებოდა ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა არის ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ვიდრე კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მსჯელობა, ვინ გაინაწილებს არარსებულ თანამდებობებს. განა ის არ გვესმის, რომ ჩრდილოვან კაბინეტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დღეს ამ თემაზე მსჯელობა არის სისულელე, იმიტომ რომ როდესაც 50 კაცზე მეტი დღეს არის პოლიტპატიმარი, მათი ოჯახის წევრებს უწევთ რუსთაველის გამზირზე ხშირად ღამის გათენება, როდესაც ქვეყანა წყდება ევროპულ ცივილიზაციას, ამ ვითარებაში ახლა ჩვენ მივიდეთ და შეხვედრაზე ვიმსჯელოთ ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრები ვინ იქნებიან, ეს არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების. ან ნაციონალურ მოძრაობას ვერ მიხილოთ სალომე ზურაბიშვილის. მე ესე ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, იქნება კამპანია, იქნება საუბარი კოალიციური მთავრობაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოქტომბერშივე მოხდება და ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა, რომ ოქტომბერშივე დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები იმ წესებით, რასაც დასავლეთი და დემოკრატიული საზოგადოება საქართველოში მოითხოვს, კი ბატონო, ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს დღის წესრიგში აბსოლუტურად არ დგას. იპპ-ის განცხადებაზეც მინდა გითხრათ, ანუ ჩვენ ნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად არის ამ პროცესში მოხსენიებული, ასევე საუბარი არის ანუ არალეგიტიმური ხელისუფლებაზე და მათი მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის რეპრესიულად შეფასებული, ასევე ვიხილეთ, რომ აუცილებელი არისო, რომ მთავრობის ასე ვთქვათ, მთავრობის ხო, ქმედებები რეპრესიებად ხო და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არის. ანუ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ რეზოლუციაში შესაბამისი ჩანაწერების გაჩენასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის სახალხო პარტია არის მთავარი ევროპული პოლიტიკური ოჯახი. ვალენსიაში ამ შეხვედრებს ესწრებოდა მათ შორის გერმანიის ახალი კანცლერი ბატონი მერცი და მისი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ რეზოლუციას.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ხელისუფლების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით და როდესაც მთელი დასავლური სამყარო აღიარებს მას პოლიტპატიმრად და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებდი, შემდგომში აქ ვინართვლის მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, იმიტომ რომ ეს არის ამ სტატუსის კლასიკური მატარებელი, პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ამ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ის რეზოლუცია, რომლის მარტივად გატარებასაც შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ ძალიან გავლენიანი ძალები ესწრებოდნენ ამ რეზოლუციის მიღების პროცესს, რომლებიც ევროპულ პოლიტიკაში ქმნიან მნიშვნელოვან ამინდს. ჯო უილსონის ყოფილი მრჩეველს დაურეკეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის მოადგილის სახელით ფრანგ ერევზია საუბარი და თითქოს საქართველოსაც. ამ სატელეფონო საუბრისას მან ისაუბრა მაიდანის ორგანიზების მცდელობაზე უკვე საქართველოში, იუსაიდისა და ნედის დახმარებაზე, ზოგადად ვოუკი იდეოლოგიაზე, რომ მეგობარი აქცაც მიიღებენ ის ინვესტორები და ამ მიზნებს ემსახურება ეს აქტიც, როგორ რასაც უყურებს ეს თქვენთვის და როგორ შეხვედრით აი ამ განცხადებას ხისგან. ჩემთვის ეს საერთოდ არაფერს არ ადასტურებს, მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა თამამად, ამ ქვეყანაში თუ კი ვინმე სურს არეულობა 26 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომელმაც მოპარა ქართულ ხალხს არჩევნები. ხა ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება ნამდვილად არ სურს ოპოზიციას, ნამდვილად არ სურს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს რეპრესიების მსხვერპლი. ამიტომ ამ განცხადებას მე ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებდი, იმიტომ რომ აქ პროცესის წარმმართველები ვართ, ჩვენ თითოეული ჩვენგანი, თითოეული დემონსტრანტი და რამდენიც არ უნდა ეძებოს ქართულმა ოცნებამ რაღაც უცხო ძალა, რომელიც საქართველოში პროცესს მართავს, მე ვიტყოდი, რომ საბედნიეროდ ეს პროცესი ეკუთვნის ქართულ ხალხს და არა რომელიმე ადგილობრივ თუ უცხოელ მალჩინოსს. ნუ ამ ვიდეოში თავად საუბრობს ჯო უილსონის ყოფილი მრჩეველი და ამ თვითონ საუბრობს ამ შესახებ რომ გამოიყენებოდა ღრმა პატივისცემით, მაგრამ ჯო უილსონის რჩეველის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი არ მოწყობილა, არ მოეწყობა და არც ახლა აქ მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციებზე. მე ესე მგონია და აქაც ღრმა პატივისცემით გამოვხატავ ამ პოზიციას. მან რა თქვა? არა სანდო არა, არ ვიცი, მას ვიზია გავლენა. დიდი ეჭვმეპარება, რომ მას რაიმე პროცესზე ჰქონდა საერთოდ გავლენა. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა ბიძინა ივანიშვილს, დესტაბილიზაცია უნდა რუსეთის ფედერაციას და მის ემისრებს. და მართველი გუნდი ამბობს, რომ რასაც მომენტ არ ხამდეო, იგივე ამბობს ახლა ჯო უილსონის მრჩეველი, ცოტა ადასტურებს ჩვენს პოზიციას და შეხედულებებს, რომ სწორედ შეუძლია მათ მიერ ეს აქციები ორგანიზებული იყო ირაკლი კობახიძის მოღალატეობრივი განცხადების მიერ. ეს უნდა გაიაზროს ქართულმა ოცნებამ და მისმა ამომრჩეველმა გადასარევად. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ ისეთი მუხტი ქუჩაში არ არსებობდა, როგორიც შეიძლება საჭიროებდა 26 ოქტომბრის შემდეგ, 28 ნოემბერს, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ქართულმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ჯო უილსონის დაჯახება ნამდვილად არ დაჭიროებია. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საუბრობს უცხოური ფონდების საქართველოში ინტერესებზე და მაინის სცენაზე, რომელიც სიბრა არის და რამდენად მძიმე იყო, აი რამდენად მისაღები არის ეს თქვენთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე მნიშვნელობა არ აქვს ეს ამერიკის მოქალაქე სხვა ქვეყნის მაინის სცენაზე. საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით ასეთი განცხადებები ჩემთვის არის მიუღებელი, ამას ვაფიქსირებ მკაფიოდ და გასაგებად, თუმცა როდესაც ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არის ქებული ბატონი ლავროვის, მარგარიტა სიმონიანის და რუსი პროპაგანდისტების მიერ, მაშინ ამ განცხადებებზეც შესაბამისი რეაგირება უნდა არსებობდეს ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამ ქვეყნის დასავლური ერთიანი ძლიერი სახელმწიფო ჩამოყალიბების პროცესში, რა თქმა უნდა, კარგია დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ ეს პირველ რიგში არის ჩვენი არჩევანი იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში გამოვდივართ და ვიცავთ ამ ქვეყნის ღირსებას. ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩის განცხადება არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ინფექცია და ამ ინფექციაში ადანაშაულებს ქართულ ხალხს. თუ ორცდებით ამ განცხადებას, თუ იზიარებთ მის
ქართულ ხალხს ნამდვილად არ ვადანაშაულებ ის რომ ინფექცია არის ფაქტია ის რომ საქართველოში ეს არის რაღაც მეტასტაზური ხელისუფლება რომელიც კლავს დამოუკიდებელი ერთიანი ძლიერი ევროპული საქართველოს იდეას ამაში ვეთანხმები მაგრამ ქართულ ხალხთან დაკავშირებულ შეფასებაში ნამდვილად არ ვიქნები ამ განცხადების ხელმომწერი ვინაიდან და რადგანაც მიმაჩნია რომ ქართველი ხალხი რა წინააღმდეგობასაც უწევს ხელისუფლებას რომელსაც მიტაცებული აქვს მთლიანად სასამართლო ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსი რომელსაც აქვს სრული მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციისგან ჩემი აზრით ბევრად უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს თითოეული ქართველი და ის დემონსტრანტი რომელიც ამ წლების განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევს საქართველოში რუსეთის ფედერაციის გავლენის ზრდას მართლგუნდში ფაშისტურ განცხადებებად შეაფასეს ეს ნათქვამი ინფექცია ხალხი დამნაშავეაო ზიზღის ენას ახალისებენო ასე თქვეს ზიზღის ენაზე ქართული ოცნება არ უნდა საუბრობდეს იმიტომ რომ მათი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებები რომ ნახოთ ну ყოველ მესამე წინადადებაში ისეთ სიტყვებს იყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რომ საერთოდ ზიზღის ენაზე საუბარი მათი მხრიდან ზედმეტია რაც შეეხება ქართული ოცნება რომ ინფექცია და მეტასტაზია ამაში ეჭვიარეპარება არავის ვინც ამ ქვეყანაში ჯანსაღად აზროვნებს მე დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ამორჩევლის ნაწილსაც რომელიც ამ ხელისუფლებაში მყოფი ძალის ოპერირებით ითბობს ხელს თორე დანარჩენ ახლა მე წინა შეკითხვაზეც კი პასუხობ რომ ქართულ ხალხთან დაკავშირებით შეფასებას კატეგორიულად არ ვეთანხმებ ერთი ამას ვიზიარებთ და პოლიტკორექტულობის სტანდარტებში თვითდება ეს განცხადება პოლიტკორექტულობის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების და კონგრესმენების მიმართ აი მაგალითად ბატონი ზარქუას განცხადებები რაც იყო შეურაცხყოფელი განცხადებები ვინ არის რა არის რას წარმოადგენს ხანდახან ისეთ რაღაცას ამბობ ხა მაშინ პირველ რიგში სტანდარტი გაავრცელონ ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათ აჩვენონ დასავლეთს იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის რომ ქართული ოცნება არის მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ძალა და ახალი სტანდარტი უჩვენონ მათ შორის ჩვენს დასავლელ მეგობრებს თუ როგორი უნდა იყოს პოლიტკორექტული ორგანიზაცია მაგრამ ახლა არ ვიცი პოსტივის პატრონი არ მოსაუბრობდეს ამაზე 7 მაისს პირველი შესაძლებლობა ეკეთება ქართული ოცნება როგორ ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ბიძინა ივანიშვილის ნომერ 1 მსახური ვინ გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე რომელსაც ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს დანარჩენი საკადროთ რა გადანაცვლება იქნება ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების გუნდში იქნებიან დაინტერესებული იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის არაფერი არ იცვლება შეიძლება დამძიმდეს კიდეც უარესი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო. და კიდევ ერთი კითხვა ბოლოს პრემიერს და ქართულ დელეგაციას წარმომადგენლები ეკუთვნოდნენ ამერიკაში ვიზიტით შეხვდნენ სავალუტო ფონდში ჰქონდათ შეხვედრები და სოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან გამართეს სხვადასხვა მოლაპარაკებები დაბრუნებისას აღნიშნეს რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგები ჰქონდათ როგორც შეფასებით ამ შეხვედრის დეტალებზე მე ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე და იმ სასანქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ხორციელდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე მოსაოდნელი სანქციების და მის შედეგების შესახებაც იქნებოდა საუბარი. ეკონომიკის მინისტრმა მაინც საუბრა, რომ საკმაოდ დაინტერესება არისო ურთიერთობის გაღრმავების კუთხითო მათ შორის ვაჭრობის სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადებები გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც ვნახეთ რომ ელიან ქართული ოცნებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას რომ ქართულ ოცნებას სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და მეორე დღესვე დილიდან შეუვარდნენ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდების და სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელებს და დააწიოკეს ეს იყო პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რაღაცა გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე იყო საუბარი. სხვადასხვა დააკვირდით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს გავს განცხადებას, მეორე დღესვე რეპრესიების ახალი ტალღა იწყება. ამიტომ რა სიტყვის ლევან დავითაშვილი ამას აქვს მეორადი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მას სურს თუ არ სურს და ეს განცხადებები რას ემსახურება კაცმა არ იცის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღები ქართულ ოცნებაში ნამდვილად არ არის. თუ ეს ასია მაშინ რატო ხდებიან, აი რა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრაზე? შესაბამისი გზავნილების გადაცემა ჩვენ დასავლელი პარტნიორებს
ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს აქვს ბევრად უფრო მაღალი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს დაღუპვის პროცესში ისეთ როლს ასრულებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ის გზავნილები, რომელიც დასავლეთს აქვს და ის შესაძლო ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება იხსნა საქართველოს, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებისგან, მძიმე ეკონომიკური კრიზისისგან, ეს გზავნილები კიდევ გაჟღერდეს, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს. გამორიცხავთ ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდეს და ნაბიჯები გადაიქცეს ამ გასაგებად. მე სამწუხაროდ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება სამწუხაროდ გამორიცხავთ.